და თქვენი საახალწლო განწყობისთვის ხვალიდან 7-მდე სანტა იზრუნებს, რომლებიც თბილისის ქუჩებში შეგროვდებიან. 31 დეკემბერს კი გალა კონცერტი ევროპის მოედანზე გაიმართება. კიდევ რა ღონისძიებებს გეგმავს მერია და კულტურის სამინისტრო, ნახეთ ჟორნა კოპალეიშვილის რეპორტაჟი. საახალწლო განწყობა ყველაზე მეტად თბილისის ქუჩებში იგრძნობა. 25 დეკემბრიდან კულტურის სამინისტრო და თბილისის მერია არაერთ საახალწლო ღონისძიებას გეგმავს. ხვალიდან თბილისის ქუჩებში 7-მდე სანტა გამოჩნდება. ისინი საახალწლო ავტობუსებში ჩასვლებიან და სხვადასხვა მიმართულებით გაემგზავრებიან. წერილი ფოტი ან ფეისბუქი ისამართზე თოვლის ბაბუა 2014. სანტა კლაუსის ცვლილება მოეწყობა რუსთაველის გამზირზე. მე ისინი ჩასხდებიან 14 ავტობუსში და მოილიან მთელ საქართველოს. მიგულოცავენ ბავშვებს ახალ წელს, დაურიგებენ საჩუქრებს, მასშტაბურობით ყველაზე დიდია წლევანდელი ახალ წელი. ფილარმონიის დიდ საკონცერტო დარბაზში 29 დეკემბერს გალა კონცერტით საახალწლო განწყობას ოპერისა და ბალეტის თეატრი შექმნის. ყველა დროის საუკეთესო ქართული და უცხოური ჰიტებით გალა კონცერტი 31 დეკემბერს საღამოს 11:30-დან ევროპის მოედანზე შედგება. ყველაზე დიდი მოლოდინია პატარებისგან ყინულის მოედნის მისამართით და ასევე მთაწმინდის პარკში წარმოდგენილი თოვლის ბაბუასა და სანტა კლაუსის მისამართით და რა თქმა უნდა გალა კონცერტი, რომელიც წელს გვექნება 11-ნახევარზე და იწყება 31-ში. განსხვავებული იქნება კონცეფცია იმ თვალსაზრისით, რომ ვიმოგზაურებს დროში 30-იან წლებიდან მოყოლებული დღემდე. ყველაზე გრანდიოზული შოუ ყველა თაობის მაყურებელს 27 დეკემბრიდან 1 იანვრის ჩათვლით სპორტის სასახლეში ელოდება. ყინულის დედოფალი, ანიმაცია, ცოცხალი შესრულებითა და სამგანზომილებიანი ფორმატით საქართველოში პირველად შედგება. წარმოდგენის მასშტაბი არის აქ სპეციფიური. თქვენ ხედავთ, რომ დაახლოებით 723 კვადრატული იქნება ის ეკრანი, რომელზეც გავა ანიმაცია. ეს არის დაახლოებით 12 რუსთაველის დიდი ეკრანის ხელა ეკრანი. არა მარტო ბავშვებისთვის არის საინტერესო, არამედ მოზრდილებისთვისაც და სარკასტიკოსებისთვისაც. საოჯახო სპექტაკლია სანახავად. ძალიან მაგარია, რა თქმა უნდა, პირველია საქართველოს საქართველოს მეგონი სოფლიოს სამგანთხოვთან არის გაკეთებული მსგავსი პროექტი, ძალიან ამბიციური განაცხადია. თანამედროვე ტექნოლოგიებისა და ვიზუალური ეფექტების საშუალებით კომპანია პიკარტი ჰანს ქრისტიან andersenis ცნობილ ნაწარმოებს გააცოცხლებს. 735 კვადრატული მეტრის ეკრანი, 3D დეკორაციით და ცოცხალი მსახიობებით მაყურებელს ზღაპრულ სამყაროში მოგზაურობას პირდება. დაუვიწყარ შოუზე დასასწრებად ბილეთების ღირებულება 10-დან 20 ლარამდეა. ესეთი შოუ მსოფლიოში მესამე არის, ორჯერ განხორციელდა შეერთებულ შტატებში და კანადაში. და არ გვინდოდა რომ რაღაცა ბანალური გაგვეკეთებინა, სტანდარტული საახალწლო ნაძვის ხე, ანუ რაღაცა მსგავსი და გადავწყვიტეთ რაღაც თანამედროვე ტექნოლოგიების საშუალებით გაგვიცოცხლებინა ზღაპრული სამყარო, მართლაც გრანდიოზული მასშტაბები არის. საახალწლო ღონისძიებები თბილისის ქუჩებში ხვალ 18 საათიდან პარლამენტის შენობასთან საახალწლო ნაძვის ხის შოუ პროგრამით დაიწყება.